დავით, ვისაც გადაჭარბებულად ეჩვენება რუსული ურდოს ჩამოშლის და მიდედის ტრაკების ამბავი, მარტივ მაგალითს მოგიყვანთ აგერ დღეს ოფიციალურად გაცხადდა უკვე, რომ რუსეთში ბენზინის ისეთი დეფიციტია, რომ მოსკოვშიც კი ლიმიტები შემოიღეს ერთ პირზე 60 ლიტრს ბენზინზე შეზღუდვის შესახებ. ანუ ერთ პირს 60 ლიტრ ბენზინზე მეც ვერ მიყიდიან, არ მიყიდიან. ჩვენ ლაპარაკობთ ქვეყანაზე, რომელიც სოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია ნავთობით. მაგრამ ბენზინი არა აქვს, რაშია საქმე? რაშია საქმე და სანქციებში. პირდაპირ გაგებით სანქციებში და ვიდივი გაგებით უკრაინულ სანქციებში. უკრაინული დრონების სანქციებში. უკრაინულმა დრონებმა ისე მიუდედის ტრაკეს რუსეთს ნავთობმრეწველობა, მე-13 ფაქტობრივად, რომ ქვეყანაში აღარ ხდება, ვეღარ ხდება სათანადოდ ნავთობ წარმოებაც და ნავთობის გადამუშავებაც. აი ეს არის დამპალი, ჩამპალი ურდო, რომელიც ზუსტად იმავე გზას გადის, რა გზას გაიარა საბჭოთა კავშირმა. მაშინაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა 1979 წელს ავღანეთში. იქიდან ჩასვრილი გამობუნძულდა 1999 წლის დასაწყისში და 2 წელიწადში ფეხები გაფშიკა, გარდაიცვალა საბჭოთა კავშირი. ომის ხარჯებით, ამერიკული სანქციებით, მაშინაც იყო ცნობილი ჯექსონ ვენიკის სანქციები მაღალ ტექნოლოგიებზე. ახლა წესი არის, ომის ხარჯებს ვეღარ უძლებს რუსეთის ეკონომიკა, საბიუჯეტო დეფიციტი გადააჭარბა წლიურ ნორმასაც კი, დაგეგმილი იყო წლიური 50 მილიარდი დოლარი, 4 თვეში უკვე არის 80 მილიარდი დოლარი. ანუ წლის ბოლომდე 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რუსეთის ბიუჯეტი კი სულ 600 მილიარდი დოლარია. ცნობისათვის რომ შევადაროთ, მაინც ამერიკას სამხედრო ბიუჯეტი აქვს ტრილიონი დოლარი. და ევროკავშირსაც 900 მილიარდი ევრო. დაახლოებით, რომ იცოდეთ. რომ შევადაროთ, რა ხუილო არის პუტინის ურდო. აი ესე. დედა ეხნება, ქოცებო, თქვენს დედა რუსულ ურდოს, რასაც გილოცავთ.